შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი, ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის დეტალებსაც აქვს მნიშვნელობა და ზოგადად ყველა გარემოებას. ასეთია ირაკლი კობახიძის შეფასება თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის შესახებ ცილისმწამებლური განცხადებები ისმის, რაშიც ირაკლი კობახიძე კონკრეტულ მედია საშუალებებს ადანაშაულებს. ზოგადად სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული, მათ შორის იმ დროსაც, როდესაც აღარ უკავია თანამდებობა. თქვენ იცით, ეს ყველაფერი რამხელა სტრესთან არის დაკავშირებული, უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. დაგვისახელეთ თუ შეიძლება. მაგალითად ეს არის TV პირველი, მაგალითად ეს არის ფორმულა, ეს არის რა თქმა უნდა, ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს დათესოს სიძულვილი. ხო, ჩვენ ამ პრობლემაზე ხშირად გვისაუბრია, ეს არის ერთ-ერთი ეროვნული პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის სიძულვილის მუდმივად დათესვა. ეს ხდება ძირითადად ტყუილების გავრცელებით, ცილისწამებით, შეურაცხყოფით. ამიტომ არავის არ უნდა გვიკვირდეს, როდესაც ადამიანი განიცდის ცილისწამებას და შეურაცხყოფას. ირაკლი კობახიძეს და მისი თანაპარტიელებიც ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია თორნიკე რიჟვაძის საქმის ირგვლივ გამოძიება ეფექტიანად ჩატარდეს. ამის გაკონტროლებას კი თავად კობახიძე აპირებს. სიმართლე არ დაიკარგება და ამასზე ჩვენც თითოეული ჩვენთაგანი ვიქნებით აქცენტირებული, რომ სიმართლე გაერკვეს. რასთან გვაქვს საქმე, ეს წერილი შინაარსი რას ნიშნავს და ზოგადად რასთან გვაქვს საქმე, რა მიიყვანა ამ მდგომარეობამ. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე კვლავ არაერთი კითხვა აქვთ ქართული ოცნების ოპონენტებს და სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვთ. ოპოზიციის ვარაუდით აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ქართული ოცნების მმართველობის ხელწერაა. მათ აეჭვებთ იმ წერილის ავთენტურობას, რომელიც ტელეკომპანია იმედმა და გამოცემა პრაიმ ტაიმმა გააუცილეს და თქვეს, რომ ის თორნიკე რიჟვაძეს ეკუთვნის. ამ ხელისუფლების პირობებში თუ არა დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე გაირკვევა, როცა აღარ იქნება ხელისუფლებაში ის რეჟიმი, რომელმა რეჟიმაც მოუსპო ქვეყანას სუვერენიტეტი და რომელმა რეჟიმაც მოუსპო ქვეყანას დემოკრატია და ფაქტობრივად გაამეფა კორუფცია და ის დანაშაულები, რომელ დანაშაულებსაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ. კობახიძე თუ ფიქრობს, რომ ვინმე სერიოზულად მიიღებს იმ განცხადებას, რომ ბატონი რიჟვაძე ოპოზიციური ტელევიზიებიდან გაკეთებული განცხადებებით დაისტრესა, ეს რა თქმა უნდა ესე არ არის, ხო? დავავალოთ გამოძიებას რა სიტყვიან, იქ იყო ასევე წერილზე საუბარი, ერთ დღეს ერთ რაღაცას ლაპარაკობდნენ წერილზე, მეორე დღეს მეორე რაღაცას ლაპარაკობდნენ წერილზე. ახლა ოცნებაში რა გარჩევებიც მიდის კლანებს შორის, ეს არის მთელი ამდენი წლის განმავლობაში. ამ კლანებმა რა ფულიც მოიპარეს და ადამიანებს და ბიუჯეტიდან რა ფულიც მოიპარეს, იმ ფულის გადანაწილება მიდის ეხლა და მე დარწმუნებული ვარ, ოცნებაში ეხლა ზოგიერთი ადამიანი ძალიან ნერვიულობს და ყოველ საღამოს და ძინებამდე ჯიბეებს იმოსმენს, რომ ვინმეს კიდე საკუთარ ჯიბეში რამე წერილი ხო არ უდებს, იმიტომ დარწმუნებული ვარ, ოცნებაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც ძალიან ბევრი ფული აქვს მოპარული ასევე ბიუჯეტიდან და ხალხის ჯიბეებით. ქართულ ოცნებაში მიმდინარე რღვევის და კრიმინალური გარჩევების გადასაფარად ახლა ადანაშაულებენ მედიას ცილისწამებლურ კამპანიაში. ქართული ოცნება არის დამნაშავე იმაში, რომ აწარმოა სისხლიანი კამპანია საარჩევნო პერიოდში, იმაში, რომ პირდაპირ ერთ-ერთში მოუწყო ბართლომის ღამე მედიის წარმომადგენლებს, იმაში, რომ ახალისებს ცილისწამებლურ კამპანიას და მუდმივად საუბრობს სიძულვილის ენას, ასე რომ დამნაშავეები არიან ქართულ ოცნებაში. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ირაკლი კობახიძის ვიზიტიდან რამდენიმე საათში თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ საჰაერო გზით თურქეთის რესპუბლიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის თანახმად ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახის სურვილით. გამოიძახეს რეანიმობილი, თვითმფრინავი იქიდან ჩამოვიდა და გადაიყვანეს თორნიკე. თორნიკე იყო აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში. კონტაქტში შემოდიოდა შეხვედრებისას გაუმჯობესებული პარამეტრები, თუმცა მართვის უმთავრესად დავტოვეთ, იმიტომ რომ გადაყვანა უნდათ და არ შეიძლება მისი მოხსნა საჰაერო ფრენის დროს და მძიმე პაციენტია, რა თქმა უნდა, აპარატუს უმთავრესად, მაგრამ იყო გაუმჯობესებული პარამეტრებით. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მკურნალობის პროცესის პარალელურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. 8 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე 30,000 ლარიანი გირაოს-სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა ალექსი ახვლედიანი. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი იმ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით იყო დაკავებული, რომლითაც თორნიკე რიჟვაძემ სავარაუდოდ თვითმკვლელობას სცადა. სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაც. მარიამ ქრივიშვილმა ახვლედიანი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან 2025 წლის 4 აპრილს Facebook პოსტით გადადგა. 7 ივლისს მომხდარი შემთხვევის შემდეგ მის მოსანახულებლად კლინიკაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოქმედი პრემიერე ირაკლი კობახიძე, ჯანსაღმსის მინისტრი მიხეილ სარჯულაძე და აჭარის მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი იმყოფებოდნენ. ორი მედია საშუალების მიერ გავრცელებულ წერილში ნახსენებ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილს თორნიკე რიჟვაძის საქმეზე განცხადება ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.